დილამშვიდობისა, მოგესალმებით, ზურა, გამარჯობა. ჩვენი სამებაღეო რჩევები ისევ თქვენთან ვართ. ფიქრობ, რომ საინტერესო ამბავი გვაქვს დღეს. ჩვენი მცენარეები თქვენთვის საჩვენებელი მაინც და მაინც არ გამოიყურება ეხლა თლად კარგად სანახავად. გიორგინები, კანები, ბოლქვოვანი და ფესურიანი მცენარეების დაბინავების დროა და მინდა რომ გაჩვენოთ ზურასთან ერთად როგორ უნდა შევინახოთ გიორგინები, კანები, კიდე რას ვინახავთ ზურა? დღეს გიორგინებს და კანებს და შემდეგ გადაცემებში სხვა მცენარეებიც მოვიმარაგოთ. ახლა უკვე ტიტების დარგვის დროა და ადგილებს ვათავისუფლებთ რომ მიწა დავამუშავოთ და დავდგათ. ამიტომ ის რასაც უკავია ეხლა ბაღი, ნელ-ნელა უნდა შევიდეს სარდაფში და ყუთებში დაბინავდეს. გეორგინებზე და კანებზე როგორც აგიხსენით, ეს არის ის მცენარე, რომელიც ფესურით მრავლდება, თესლითაც მრავლდება, მაგრამ თესლით გენის დათიშვა ხდება და იგივე მახასიათებლები აღარ აქვს, რისთვისაც მას ურგავთ ხოლმე ბაღებში, ამიტომ ზამთარში საჭიროა მისი ამოღება, დაშლა და ფესურის სახით შენახვა. იმისათვის რომ გაზაფხულზე გადავიტანოთ, დაავრგოთ ბაღებში, გავამრავლოთ და თან გავახაროთ. სხვა შემთხვევაში კანა სუბტროპიკული მცენარეა და აღმოსავლეთ საქართველოში კი ხარობს, მაგრამ ზამთარში იყინება, ამიტომ საჭიროა მისი ამოღება და შენახვა. ისია გიორგინებით, ფესურებს ვინახავთ ახლა. ამოღების შემდეგ ჩვენ ახლა ქოთნებში გვაქვს ესენი ღია გრუნტში გვაქვს. ამოღების შემდეგ მიწა სულ უნდა გავაცალოთ, თლიანად უნდა გავაცალოთ. აღარ უნდა დავტოვოთ საერთოდ ზედ, ფესვები უნდა გამოვუჩინოთ. აუცილებელია მისი ღეროს დაპატარავება, არ არის საჭირო ამხელა ღეროები, იმიტომ რომ ესენი დალპება. დაახლოებით 10 სანტიმეტრი ღერო რომ დაუტოვოთ, სრულიად საკმარისია. ნახეთ როგორი ფესურები აქვს, ეს არის ფესურა, საიდანაც მრავლდება ეს მცენარე, არის ეს ნაწილები. გიორგინები მშვენივრად გავასუფთავეთ და კარგად გაეცალა მიწა, მიუხედავად იმისა, რომ წვიმები იყო, სისველე იყო, მაინც კარგად ეცლება, კი. გონის ბევრი აქვს ხო ეს ფესვები სულ შეიძლება შეჭრა. იცი რა, გაზაფხულამდე მაინც კარგად იქნება და შეგიძლია არ შეაჭრა და გაზაფხულზე გავასუფთავოთ. კი ბატონო. მე მგონი რომ არაფერს არ დავაშავებთ თუ გაზაფხულამდე შევინახავ. ასეთ ფორმაში უნდა დავამზადოთ ყველა. ესენი ეს ორი ერთი ქოთნიდან ამოვიდა, ერთ ბუჩქად იყო, ამიტომ ამისი გაყოფა შეგვიძლია ჩემთვის მებაღისთვის, როგორც მებაღისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მცენარეა, იმიტომ რომ არის უპრეტენზიო, არც დაავადება უჩდება, არც მავნებელი უჩდება, ამიტომ გაზაფხულზე დარგვის შემდეგ ნოყიერი ნიადაგი უყვარს და კარგად დრენირებული და თავარი ამბავი ის არის რომ დიდ მასას აკეთებს. არც ერთი სხვა მცენარე ამხელა ფოთლებით, ამხელა ყვავილებით ძალიან ლამაზად ყვავის მთელი ზაფხული და დიდ მასას აკეთებს. დიდი სივრცეების ასათვისებლად, სიღრმეებში ბაღში დასარგავად, სოლიტერათაც შეიძლება, ყვავილნარებში მოსაწყობად, ცენტრების გასაკეთებლად, თარგების ამოსამაღლებლად უკეთესი მცენარე არ არსებობს. როგორც გითხარით, სუბტროპიკული მცენარე კი არის, მაგრამ ჩვენთანაც კარგად ხარობს, კარგად ყვავილობს, სხვადასხვა ფერის ფოთოლი აქვს ჯიშების მიხედვით და ყვავილნარებში ასე გიორგინებს ნახევრად ჩრდილიანი ადგილებისთვის თუ კი ბრდღვიალა ყვავილებიანი გიორგინები მოგწონთ, საუკეთესო გამოსავალია. რა მშვენიერი ფესურებია. ეხლა თქვენთვის საჩვენებლად ქოთნებით მოვიტანეთ რომ მაგიდაზე ადვილად გვეჩვენებინა, სხვანაირად ძნელი და ცუდი სანახავია მიწიდან როგორ ამოგვაგზავ შლით, არა მთლად კარგი სანახავი. ნახეთ, მიწის შეცლასთან ერთად დაზიანებული ფესურებიც აუცილებლად უნდა შევაჭრა. მე ხა ორად გავყავი ერთი მშვენიერი ფესური. ნახეთ. ხორცოვანი ღერო აქვს და დიდი ღეროს დატოვება არ არის მაინც და მაინც კარგი რომ ლპობა არ დაიწყოს. დაახლოებით 5-10 სანტიმეტრი, მაქსიმუმ 15 სანტიმეტრი. სხვათა შორის, ზურა მე ხომ გურიაში გავიზარდე. ჩემს ეზოში, ბაღში, ჩემი შურა ბებია, კანასაც და გიორგინასაც გარეთ ტოვებდა. ეზოში ყინვა არ იყო და ყინვა არ იყო. იყო ყინვა, მაგრამ ჩალის კონას აფარებდა მიწას. დასავლეთ საქართველოში 2-3 წელი ერთი და იგივე ადგილას ქონია ძველებური გიორგინები რომ არის, თლათ ხუჭუჭა, პატარა თავებიანი. მთლად ჩახვეული, რა ქვია, პომპონებს რო ვეძახით, მთლად ბუთხუზა. იმ გიორგინებს ვინახავდით გარეთ.
და ან მოგროვილ ფოთლებს მიაყრიდა იმ ადგილს, რომ გადაჭრიდა მერე, ან კიდევ ისიც უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ძველი ჯიშები უფრო მეტად გამძლე იყო გარემო პირობების მიმართ, ვიდრე ეხლა ჰიბრიდული ჯიშებია. აი ხა ეს გიორგინაც ორად გაიყოფა, ნახეთ, აი. შვენიერი ორი ოჯახი გამოვიდა ერთი ძირიდან. მე სიმართლე რომ გითხრათ, ვერც კანას და ვერც გეორგინას ვერ ვტოვებ გარეთ, იმიტომ რომ რამდენჯერაც დავტოვე წნეთში, წავკიში, ბაღებში, ყველგან გაგვეფუჭდა. ერთ პატარა საიდუმლოსაც ვაჩვენებ ჩვენს მაყურებელს. გიორგინების გამრავლების ადვილად და კარგად ფესვიანდება კალმითაც. ტოტები თუ დაგენანებათ გადასაყრელად, გინდათ რომ ეს ძირები შეინახოთ, ეს ჯიში გაამრავლოთ, თქვენთვის განსაკუთრებული ჯიშია, შეგიძლიათ კალმიცაც დაამზადოთ. აი კალამიც დაამზადოთ და ჩვეულებრივად ქვიშაში დააფესვიანოთ. ოღონდ კალამს უნდა კაი არჩევა. არც ძალიან გახევებული ძირები უნდა იყოს და არც გაზაფხულამდე სამთარში ჭიქებში გადარგავთ დაფესვიანებულ კალმებს. ან თუნდაც მარტივად შეგიძლიათ ერთჯერად ჭიქებში პირდაპირ ჩარგათ და დააფესვიანებთ. ძალიან ადვილად ფესვიანდება. ამით ეხლა სამრეწველო მნიშვნელობით რა თქმა უნდა ვერ მიიღებთ მაგრაოდენობას, მაგრამ ჯიშს გადაარჩენთ და შეინახავთ. კიდევ ერთი მეთოდის შესახებ მინდა გითხრათ. ჩვენ ბოლო წლებში ხშირად ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ გავრცელდა წინა წლებთან შედარებით ბოლო წლებში უფრო მეტად სოკოვანი დაავადება ვიდრე ადრე იყო. ამიტომ სანამ ბოლქვებს მიუმარხავთ და შევინახავთ გრილ ადგილას ვავლებთ შაბიამანში. შაბიამანი ერთ-ერთი ძველი პრეპარატია, ბიო პრეპარატი, ასე ვთქვათ, და 100 ლიტრაზე 1 კილო საკმარისია. 1%-იან ხსნარში უნდა ამოვავლოთ. ესე იგი 100 ლიტრა ბევრია, რა თქმა უნდა და არ გვჭირდება ამდენი, ამიტომ 10 ლიტრაზე 100 გრამი საკმარისია იმისთვის, რომ ამოვავლოთ კანა და სოკოს გარეშე შევინახოთ, მიუმარხოთ მდინარის ქვიშაში. ასევე შესაძლებელია მარგანცოვკიან წყალში ამოვავლოთ, როგორც კანას ფესურა, ისევე თუმცა ზურაბ, მოდი ასე გავაკეთოთ. ჯობს რომ არ გვინდა ახლა მარგანცოვკის გაკეთება. ამაში ამოვავლოთ შენახვის წინ და დარგვის წინ ჩავაწყოთ მარგანცოვკაში, იმიტომ რომ მარგანცოვკას აქვს სტიმულატორის ფუნქციაც, არა მარტო დეზინფექციის. შეგვიძლია ხსნარი გავაკეთოთ რა მიდის ჩვენი, მაგრამ ჯობია რომ დავშლით ყუთებს და გავაახლებთ, გავასუფთავებთ დასარგავად, მერე ამოვავლოთ. კი ბატონო. შაბიამანი, როგორც გითხარით, ერთ-ერთი ძველი პრეპარატია. აბსოლუტურად ძალიან არა საკმარისად დაფასებული ჩემი აზრით. მაინც და მაინც პატივს არ სცემენ, იმიტომ რომ აღარ იცნობენ ისე, აღარ იყენებენ. რატომ აღარ აფასებენ, ეგ ვთქვათ. შაბიამანს არ გააჩნია მიმწებებლის უნარი. მცენარეზე რომ მიეწევოს, მისი უნარი არ გააჩნია. ამიტომ მას აყენებენ კირხსნართან ერთად. ორივეს ერთად გაკეთება ერთდროულად, ერთ დროში ვერ ხერხდება, ჯერ კირი უნდა დადგეს წინაღამეს, მეორე დღეს გაცივდეს, გადაიწუროს, მოკლედ რომ შაბიამნიანი ხსნარის დამზადება უფრო მეტ შრომას მოითხოვს და ჩემი აზრით ამიტომ არის გადასული, ასე ვთქვათ, მოდიდან. სხვა შემთხვევაში ერთ-ერთი შეუცვლელი პრეპარატია. ასე ჩავალაგებთ. მე ვაჩერებ კიდეც დაახლოებით 2-3 საათი, მაგრამ ეხლა მაგის დრო არ არის. და მე ვაშრობთ, რა თქმა უნდა, სველი არ შეინახება. სველი არ შეიძლება. აი ასეთ დაზიანებულ და ესე იგი მომჭკნარ ფესურას მოვაჭრით. მომარჯვებული გვაქვს ნახშირი, რომელსაც დავფხვნით და ამოვავლებთ. ნახშირი სულ თან გვაქვს, ქვილივით გვაქვს. ამას ჯერ ამოვავლებთ და ასეთ დიდ მონაჭერს ამოვაწობთ ნახშირში. ამას გავაშრობთ და ეს უკვე მზად არის ქვიშაში ჩასადებად. ყუთებში ამოფარებული გვაქვს, ხის ყუთებში, ჩვეულებრივი ვაშლის ყუთებს რომ ვეძახით, გლეხური, სოფლური ყუთები, ამოფარებული გვაქვს ჯვალო სტომარა, ძალიან მარტივად იოლად, ან თქვენ რაც მოგეხერხებათ, შეგიძლიათ გაზეთიც, გამშრალი მდინარის ქვიშა, რომელიც საგანგებოდ არის გამშრალი, ჩაუშვი ზურა. ბარემ. ხის ყუთი და ჯვალო სტომარა იმისთვის რომ ისუნთქოს ფესურა. და არ დალვეს. და ამ ყუთში გიორგინებს და ამოვლებულს შაბიამნიან ხსნარში დავრგავთ ჩვეულებრივად. კანებსაც აქვე ჩავაწყობთ.
სწორად დავრგავთ თავებს ზევით ამოუყოფთ და მივაყრით ამ შრალ ქვიშას. ასე ჩალაგებულ ყუთს შევინახავთ სარდაფში. შეიძლება ასევე ნახშირი ცოტა ჩააყოლოთ, არაფერს არ აწყენს, პირიქით დაეხმარება რომ არ დალპეს. ნახშირის ნატეხები შეგიძლიათ ცოტა ჩაუდოთ. აი ასე. თუ ნახშირის თქვენ არ გექნებათ ბუხარი და ვერ მოახერხებთ, გამოდგება წვადისთვის, უკვე იყიდება დაფასოებული პარკებში. ჩვეულებრივი ხის ნახშირი. ძალიან ადვილად. სხვათა შორის გეორგინაც მივიწყებული, ერთ-ერთი მივიწყებული მცენარეა ჩვენთან. იმიტომ რომ ფერება უნდა ზურა, ფერება. შემოვიდა. გეორგინაზე ესეთი თქმულებაც კი არსებობს, რომ გამყინვარების შემდეგ პირველი ყვავილი იყო, რომელიც ამოვიდა დედამიწაზე. ამიტომ ერთ-ერთი უძველესი მცენარეა, თუმცა არც ისე პოპულარული ჩვენთან საქართველოში. აღარ პოპულარული. იცი რა, გულწრფელად რო ვთქვათ, აი თბილისში შემოგარენში ცოტა იჩაგრება გეორგინა, სიცხე არ უყვარს ძალიან და იწვის. ხო, ამიტომ ახლა შემოდგომაზე მოცოცხლდება და შემოდგომაზე იწვის და მაღალი ჯიშები ყირავდება და სულ უნდა აკვრა ჯოხი, თუმცა ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს და ისეთ ბუთხუზა, ისეთ ეფექტურ, ისეთ ფერიან ყვავილებს არაფერი შემოდგომაზე არ იძლევა. თუმცა შემოდგომის ყვავილებს შორის რას საკვირველია გეორგინებთან ვერც არც მოვა გეორგინა ქრიზანთემებთან ახლა იწყებს ყვავილობას. თუ შეგიძლია მომაწოდე აყვავებულები ცოტა შევახარბოთ ჩვენს მაყურებელს. აი, როგორი ბუჩქებია ქრიზანთემების, მინიატურულ ყვავილიანი ქრიზანთემები, რა თქმა უნდა, შემოდგომის ყვავილად უფრო პოპულარული ამ ბოლო დროს გახდა. ხანში გაიშლება ესენიც. ძალიან კარგებია. გაშლილიც მომაწოდე 1-2. ამოვდგათ მაგიდაზე 1-2. აი ესეც ლამაზი. კარგია, ეს ძველი ჯიშებია. აი ესეც ცოტა ხანში გაიშლება. ეს ჯიში ბოტანიკური ბაღიდან მაქვს ეთერი გოგიტაშვილისგან გამოჯიშებული, ძველი ჯიშია, ძალიან აღარ პოპულარული, აღარსად აღარ არის ეს ჯიში, მგონია რომ ქალბატონი ეთერი ჩემი მასწავლებელიც იყო, მეც კი მისი მქონდა იმის პატივი, რომ მისგან მესწავლა ქრიზანთემები. და ბევრი რამე. ეს ის თაობაა ჩემი მასწავლებლების განსაკუთრებით, აი ზურასაც მიწვდა მისი ცოდნა, ცოტა რომ ყველაფერი იციან. კი ბატონო. მარტო ერთ რამეში არ არიან გადაშვებული. ბევრი არაფრისგან ყველაფრის კეთება შეუძლიათ. ჩემი ჟუჟუც იგივე ფენომენია. მაგის პატივიც მქონდა ქალბატონის. რა თქმა უნდა, ცოტა ხილი იცის, ცოტა ბოსტანი იცის, ცოტა ბაღი იცის, ცოტა მრავალწლოვანი, ცოტა ერთწლოვანი, ცოტა ოთახის მცენარე, ცოტა ყველაფერს ფლობენ. და თუ იცის ზუსტად იციან, ზუსტ რეკომენდაციებს მოგცემენ, ისე ზოგადად არა. ხო, რა თქმა უნდა. ნიშანდობლივად ზუსტად. და მათი ცოდნა უფრო პრაქტიკულია ვიდრე თეორიული. არც თეორიაში მოიკოჭლებენ, მაგრამ პრაქტიკულობიდან მიღებული ცოდნა აქვს, ნაკეთები აქვს ბევრი და ამ კეთებისგან მიღებული ეს კიდე სხვა ცოდნა. ჩვენ ახლა ავწთით მთლად გეორგინას და კანას და ფესურების დაბინავებას. ყუთებში, რომელშიც ჩავრგით ჩვენ ახლა ეს ნერგი, ამ ყუთებს კარგად მზეს მიუფიცხებთ და გავაშრობთ, ცოტა ნახშირი ჩავაყოლეთ. მზეზე ვამყოფებთ 1-2 დღე რომ კარგად გაშრეს და სინესტე არ შეყვეს. მზე საუკეთესო დეზინფექციასაც ატარებს სხვათა შორის. ამიტომ ვამზეურებთ ხოლმე დასავლეთში ლეიბებს და საბნებს ფერთხავთ მზეზე. ამაზე უკეთესი მომსპობი მიკრობების ვიდრე მზე არ არსებობს. შევინახავთ გრილ და მშრალ ადგილს. გრილ და მშრალ ადგილას ჩვენ შემთხვევაში ეს არის სარდაფი, რომელშიც არ არის სინესტე, სიმშრალეა და არ არის მინუსი ტემპერატურა, არც თბილა და არც ცივა. ვუთხრათ ისიც რომ დაახლოებით არის 8-10 გრადუსი ტემპერატურა. ეს ტემპერატურა გამოსაზამთრებლად მარტო კანისთვის და გეორგინისთვის არა, თითქმის ყველა გამოსაზამთრებელი მცენარისთვის ოქროს ტემპერატურაა. როდესაც არც გაღივდება, არც დალპება და გაზაფხულამდე შეინახება. ერთი გადაცემა ჩვენ შეგვიძლია ბალბების დაბინავებასაც მიუძღვნათ. ძალიან ძველი მეთოდი გვაქვს. ერთი, როგორ შეიძლება ბალბების ცოცხალი მცენარე შეინახოთ მიწის გარეშე ყუთებში, სარდაფში, გაზაფხულამდე. ბევრს აქვს ეს პრობლემა, ბალბებით გადაბდღუიალებული აქვს აივნები, ზაფხულში ყვავის და ზამთარში არ იცის რაც წაიღოს. იმიტომ დიდი ადგილი ჭირდება და ოთახში ამხელა ადგილი არ არის. მე ოთახში ზედმეტად თბილა. ამ სითბოში ავადდება, ბევრი ბუგრი უჩნდება, ზოგი ნაცრიანდება. ამიტომ მე მგონი რომ ზოგი წლპება, ამიტომ ფიქრობ რომ ეს გამოსადეგარი რჩევა იქნება და ცოტა ზამთრისკენ რომ მივაბინავებთ ბაღს და ამისთვის მოვიცლით, აუცილებლად გაჩვენებთ. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს არის ის მეთოდი
როდესაც цаრიელი ღერო და ფესვი ინახება მთელი ზამთრის განმავლობაში. 2-3 თვის განმავლობაში არ შრება და გაზაფხულზე გადარგვის შემდეგ ისევე ხელახლა იწყებს გაღვიძებას და ხათაშორის ზურა, ჩემი ბაბუა ინახავდა კარალიოკის კვირტს. კარალიოკი აგვისტოში იმყნობა. კი ბატონო. ხო და რა თქმა უნდა მწარე საძირეზე და ხურმაც. და კარგ კვირტებს გაზაფხულზე გასხლამდე ააჭრიდა და 2 კრამით შორის. 2 კრამით შორის იმერული კრამით ქვევში. ხო, ქვევში ეს კახეთის ამბავია ალბათ და ჩემი ბაბუა 2 კრამით შორის ჩაალაგებდა გაზეთში გახვეულს და მიმარხავდა. ეს კრამიტი ჯადოსნური რამეა, მაგაზე კიდე ცალკე გიამბობ. დღეს ამით გემშვიდობებით, ჩვენ კარგი ამბები გვაქვს ხვალისთვის, დაგველოდეთ, გვიყურეთ. თუ კი ცოტა მაინც გაინტერესებთ ბაღი, ბაღთან დაკავშირებული ამბები, ჩვენ არ დაგზარდებით. არ საშემოდგომო სამუშაოებით, რჩევებით. არ გვენანება რომ თქვენთან ერთად გავატაროთ ეს წუთები და საათები სიამოვნებით გაგიზიარებთ. დიდი მადლობა. ნახვამდის. ზურაბ, დიდი მადლობა. ნახვამდის.